ვარ ტელეფონზე დამოკიდებული და ეს დიდ დროს მაკარგვინებს და ხელს მიშლის სწავლაში რა შეიძლება გავაკეთო. მარტო თქვენ კი არა ბავშვებო, ყველანი ეგრე ვართ დამოკიდებული, დიდი ან პატარიანად. მაგრამ აი რო დავფიქრდეთ, აი ეხლა უყურე, რაღაცა პრინციპი უნდა გქონდეს, რომ სადღაც ზღვარი დავუდოთ იმას. აი თქვა რომ ეხლა ხო არ შეიძლება მაგალითად რომ საჭმელი ჭამო განუსაზღვრელი რაოდენობის. ხო დაგაზიანებს. ხო იცი რომ დანაყრდები იმის იქით აღარ უნდა ჭამო. რაღაცას დაგიზიანებს ორგანოებს, ხო? აქაც ესეა. რაღაცა და განსაზღვრულ დროს ჭამ, ხო არ შეიძლება დილიდან საღამომდე იჯდე და ჭამდე. შეიძლება, ხო აშკარად შეატყობ, რომ ვერ არის მიცაში საქმე კარგად. და ეს მთელი ამდენი საათი რომ ამ ტელეფონიდან ეს ინფორმაცია შემოდის, ეს გონება რა დღეს ჩავარდებ. ფუჭდება, აფუჭებს ამ გონებას. თან ახლა დააკვირდით როგორი ამბავია. როდესაც ამა თუ იმ წიგნს დაიწყებ, კითხულობ. წიგნსაც, მოთხრობასაც, ლექსია თუ პოემა აქვს თავისი დასაწყისი. ხო, აი რაღაც ნაწარმოები იწყება. მერე თავისი განვითარება აქვს, საინტერესოდ ვითარდება. და აქვს თავისი კულმინაციური მომენტი, აი სადღაც ყველაზე უფრო ძაფრდება და ის გულზე მოქმედებს და აქვს თავისი დასასრული. და აი ამ ტელეფონს არ აქვს დასაწყისი და დასასრული. რატო ვამბობ, იცი? დავუშვათ 2 წუთიანი ვიდეო ნახე. მერე გადართავ და სხვა 2 წუთიანია სულ სხვა თემაზე. არ გრძელდება ის. მერე კიდე სულ სხვა და აი ესე იტაცებს უბრალოდ ჩვენს გონებას და ძალიან ბევრ დროს გვაკარგინებს. და ეხლა წარმოედგინეთ, აი საშუალოდ მოდი ვთქვათ, ადამიანი, აი თქვენი ტოლი ადამიანი რამდენ დროს ხარჯავს დღიურად ტელეფონში რომ რაღაც საკეთებდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ? 2-3 საათი. და ყველა ასე ფიქრობთ 2-3 საათი, თუ მეტიც არის, ნაკლებიც არის. უფრო მეტი, ანუ ძირითადად უფრო მეტია, ხო? და მოდი ვთქვათ, აი რეალურად რას ვაკეთებთ ამ 2-3 საათში. აი მიზანი რა არის, როდესაც ჩვენ ტელეფონს ვიღებთ. აი უბრალოდ თუ გნებავთ თქვენი თავიდან გამომდინარე თუ გნებავთ სხვას რომ უყურებ, აი რისთვის იღებს დავუშვათ ტელეფონს, რომ 2-3 საათი რა უნდა აკეთოს. მიზანი რა აქვს, როდესაც შედის შიგნით. აი მაგალითად რომ ეცენიებდა რაღაცა შევალ დავისვენო ცოტა ხნით და და ტელეფონს რო იღებ, რას ფიქრობ, რამდენი ხანი უნდა დაისვენო? ხო, ანუ 10 წუთი ალბათ. აი გძელდება. ხო და ნახე როგორი რეალობის წინაშე ვართ. ჩვენ 10 წუთით შევდივართ და 2 საათის მერე გამოვდივართ. დაახლოებით. ანუ ფაქტიურად აი 2 საათი ჩვენ ტყუილად დავკარგეთ იმ დღეს. ესე და ჩვენ რო დავფიქრდეთ. აი მაგალითად თქვენ ხართ რამე 14-15 წლისები? 13 წლის. აი საშუალოდ ადამიანს თავისი დროის მესამედის ძინავს. თქვენ დაახლოებით 4 წელი და რაღაცა, კინაღამ 5 წლამდე ძილში გაქვთ გატარებული, მარტო თქვენ კი არა, ყველას. აი 60 წლის ადამიანს 20 წელი ძილში აქვს გატარებული. ღამე ხო ძინავს, სამათ რო გაყო მთელი დღე 24 საათი, დაახლოებით 8 საათი ხო ძინავს. ხო და 15 წლიდან 5 წელი ძილში გვაქვს გატარებული. ახლა კიდე 3 საათი რო ყოველდღიურად მიუმატო და შეკრიბო. იმ დღეს სხვათაშორის ჩვენ მქონდა ბავშვებთან შეხვედრა საგურამოში და იქ საუბრობდით ამ თემაზე და რომ გამოვითვალეთ ესე იგი აი დღეში რომ თუ არ ვსწრები 3 საათი გამოვითვალეთ თუ 2 საათი და აღმოჩნდა რომ მთელი წლის განმავლობაში 45 დღე-ღამე რომ შენ არაფერი არ აკეთო, მარტო ტელეფონი გეჭიროს. აი მთელი წლის განმავლობაში. ახლა მე რო გითხრას რომ თქვენ ნახევარი უნდა დაждდე და მეტი არაფერი არ აკეთო და მოდი მეორე მხრივ შევხედოთ. თქვენ ნახევარში რამდენი რამე შეიძლება რომ მოასწრო. აი წინ რო დარბაზს ხედავთ აშენებულ სპორტული დარბაზი რო იყო. ეგ რო შეაჯამო დღეები ალბათ თქვენ ნახევარია ყოველდღიურად აი ინტენსიური მუშაობა რომ მიმდინარეობდეს, ალბათ ეგეთ დარბაზს ააშენებდით. ხო ხდებით. არა და ტელეფონს გამორთავ და დარბაზი არ არის აშენებული.
და რჩები აი შედეგის გარეშე. ეხლა აღარაფერს ვამბობ. დავუშვათ ვიღაც სპორტსმენია, ვიღაც რაღაც ხელოვანია თუ სხვა და შენ უნდა განვითარდეთ, ეგ ძალიან ბევრ დროს გაკარგვინებს. სხვა რო ვარჯიშობს, შენ მაშინ ტელეფონით თამაშობ. გარდა ამისა თვალებს იზიანებ, ფსიქიკას იზიანებ, სხვათა შორის ჩვენ ადრე პატარებთან ერთად გაკეთებული გქონდა რაღაცა სიუჟეტივით ტელეფონი და წიგნი. იქ იყო ნათქვამი, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან ტელეფონში, არა, ტელეფონი, კომპიუტერი, მერე უჭირთ კომუნიკაცია. ურთიერთობა ადამიანებთან, მშობლებთან, უფრო მეტად გაღიზიანებულები არიან. და კიდე იცით რას დააკვირდეთ, რომ როდესაც ჩვენ ამა თუ იმ წიგნს ვკითხულობ, თითქოს ვივსებით ამით. მით უმეტეს აი ადამიანის წმინდანთა ცხოვრებას რო კითხულობს, აი საოცარია, ესე იგი აი როგორ მოქმედებს სულზე მალამოსავით, აი რომ გსიამონებს, რომ გული გაგითბება, რომ აი ფიქრობ, რომ ყველა გიყვარს, ესეთ მდგომარეობა გაქვს და კომპიუტერი და ტელეფონი კიდე პირიქით. აი დაშრეტავს ყველანაირ ენერგიას, ესე იგი გამოაცლეს ყველანაირ ენერგიას და არ გიგძნიათ, რომ აი გაგითიშიათ ტელეფონი და გამოფიტული ხარ. აი გამოხედი, დამთავრდა ის 3 საათი თუ 4 საათი რამდენიც არის და თითქოს აი ლიმონივით გამოგწურეს, გამოგაცალეს ყველაფერი. არ გიგძნიათ ესეთ მდგომარეობა. ხო და რა ვიცი, აი უნდა რაღაცა ზღვარი დაუდოთ. აი სიტყვაზე თქვა, რომ მოდი დღის განმავლობაში მხოლოდ ამდენ ხანს ავიღებ ხელში. აი ოღონდ პრინციპული უნდა იყოს. მოდი ცოტაც იქ არის პრინციპი, არ უნდა დაუთმო. მაგის დათმობა არ შეიძლება. რაღაცა პრინციპი უნდა გქონდეს ადამიანს. ახლა ბუნებრივია, რომ დღეს 21 საუკუნეში მაგ ტექნოლოგიის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჭირს ადამიანი არ არის მაგის გარეშე. აი მე მინახია ოჯახები ძალიან გაჭირებული და მაგრამ ის კომპიუტერი მაინც გქონდათ. აი რაღაც თითქოს საჭმელს მოიკლებს ადამიანი და მაგას იყიდის. მაგრამ აი რაღაცა ზღვარი უნდა დაუდოთ. უნდა ვიფიქროთ, რომ რა ექნება შედეგი. იმიტომ რომ მაგ შედეგებს ყველა შემთხვევაში ჩვენ ვიწვნებთ მე. და ახლა მე მაგალითად აი ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე და ნანობ იმაზე, რომ ჩემი სკოლის პერიოდი ვერ გამოვიყენე ისე პროდუქტიულად, როგორც შეიძლებოდა რომ გამომეყენები. ახლა არ ვამბობ, რომ ყველა საგანი მინდოდა რომ ესწავლა. ყველა საგანზე გული არ მწყდება. მაგრამ გული მწყდება ქართულ ლიტერატურაზე, ისტორიაზე მწყდება გული. რა ჩემი ქვეყნის ისტორია მე რო უკეთესად ვიცოდე, ძალიან კარგი იქნა. ახლა შეუძლებელია ქართულმა საქართველოს ისტორია წაიკითხოს იმ მეფეების, იმ წმინდა ადამიანების ცხოვრება, მათი გასაჭირი, მათი ესე იგი რა გზა გასაყარზე იდგნენ, რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ, როგორ თავს წირავდნენ და არ შეგიყვარდეს. შეუძლებელია და შენ რო ამას კითხულობ, მე შენი ქვეყანა გიყვარდება. და ვცდილობ, რომ შენც მიემსგავსო იმ დიდებულ წინაპრებს და პირიქით არ მიემსგავსო იმათ, ვინც საქართველოს უღალატა. იმიტომ რომ რა მოიგო მაგით, აი ყორღანაშვილი ხო გაიგონიათ, რა მოიგო მაგით? ვერაფერიც არ მოიგო. საქართველოს რო უღალატა, ფულზე რო გაყიდი, რა უნდა მოიგო? კრეს ხელი და გადააგდეს ხრამში.